ისლამიზაცია ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ხო ანუ რამე თუ არ შეეცვალა, დაახლოებით 20-30 წელიწადში ბევრ ევროპულ ქვეყანაში ნახევარმოსახლებაზე მეტი იქნება რადიკალური ისლამის მიმდევარი და ეგ არის ერთი რეალურია, რომ ერთი-ორი ქვეყანა შეიძლება გაქრეს და იყენ სრულიად აი ალაჰუ აკბარები, აი ტერორისტულად განწყობილი ადამიანები, რომლებიც არანაირად ის არის ბრიტანეთში იმ დღეს ადამიანი დაიჭერს პაკისტანელი 14 წლის გოგოს გაუპატიურებას ამბობდა და იძახა რომ მე ძმაო ფეხებზე მკიდიავანო ისა რომ მე ის არის შარიატის კანონებსაც ვცნობ და ფეხებზე მკიდია ბრიტანული კანონებია მე ჩემი კანონიცა ეგეთი ადამიანები არის მილიონობით ევროპაში ანუ აბსოლუტური ის არის და მაგას იყენებენ ხოცების სათავისოდ და აქეთ ჩვენი ოპოზიცია და პოლიტიკურად განწყობილი ოპოზიციური ხალხი ეხა იძახენ ამაზე რა დროს ეს არისო და ამაზე არც ლაპარაკობენ და ის არის რა პროპაგანდა საყოველები ხარ და პროპაგანდის რეალობა არის რომ ევროპაში ის ბევრი ანუ ადამიანები რომლებიც ტერორისტები იყვნენ ჩამოვიდნენ ევროპაში ზოგი უკვე მოქალაქეა ევროკავშირის და ჩვენ ვართ ევროკავშირის მოქალაქეები და ევროპის გავაში შორსა ვართ ადამიანები რომლებიც ტერორისტები იყვნენ და ევროკავშირის მოქალაქეები არიან და ცხოვრობენ ცხოვრობენ არ მუშაობენ გააჩენენ ბავშვებს და იღებენ სოციალურებს და ვიღაცა მუშაობს ფინელი რომელმაც ან შვედი ან რაღაც ბრიტანელი რომელმაც ეს ქვეყანა შექმნა ააშენა გადასახადები იხადა თაობები გაზარდეს მის მშობლება და ის იგივე შემოსავალი აქვს რომელიც კვირაში 5 დღე მუშაობს გიჟივით და ვინც ვიღაც სახში ზის და ბავშვებს აჩენს უბრალოდ იგივე შემოსავალი აქვს და ხო თუ ამაზე საუბართა დაიწყებს ჩვენი NGO სექტორი რომელიც ფულების ჭამითაა მარტო განთქმული ხო ამ პრობლემებზე არ დაიწყებს ამაზე საუბარს რომ ევროკავშირის მართლა ძალიან ბევრი პლუსი რომელიც აქ ევროკავშირის იმ პლუსებზე არის მარტო იმ პლუსებზე ილაპარაკებს და არა მინუსებზე და ის თქვას რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული ეს თუდი მოხდება თუ არა ხო ანუ რა თქმა უნდა ანუ ხო მეც ვიტყვი ჩემ თავზე რომ მეც არ მინდა ესეთი ევროკავშირი თუ რაღაც სტანდარტული ევროკავშირი ჩვენ რაღაც ესეთი ბრუსელივით ვიქნებით ხო არ მინდა მე ეგეთ ევროკავშირში ყოფნა ნატოში მინდოდა და მარტო და ეს ნატოში იქნება შემდეგი თემა ალბათ იმიტომ რომ ნატოც ახლა არსებობს თუ არა დღესდღეობით არ ვიცით. ზუსტად ამ ვოლკი ევროპის გამო.